გამშვიდობისა კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. პოლიციელებზე თავდასხმისთვის ერთი პირი დააკავეს იმერეთში, შემთხვევა ზესტაფონში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ცივი იარაღი დაემუქრა და საპატრულო მანქანაც დააზიანა. პოლიციამ მამაკაცის განიარაღება და შემთხვევის ადგილზევე დაკავება შეძლო. გამოძიება სამართალდამცველზე თავდასხმის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ჰორმუზის სრუტეში მომხდარი მწვავე ესკალაციის შემდეგ შეერთებული შტატები და ირანი სამხედრო მოქმედებებს დროებით შეაჩერებენ, რათა სატვირთო გემებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცეთ. ინფორმაციას CNN-ი თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, კრიზისის განსამუხტად ვაშინგტონი და თეირანი ხვალ დოჰაში საგანგებო შეხვედრას გამართავენ. შაბათ-კვირას რეგიონში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. შეთანხმების მიუხედავად მხარებმა ორმხრივი იერიშები მიიტანეს. ამერიკულ დარტყმებს ირანმა ქუვეითსა და ბაჰრეინში შეერთებული შტატების ბაზებზე რაკეტებითა და დრონებით შეტევით უპასუხა. ვლადიმერ პუტინმა რუსეთში საწვავის დეფიციტი აღიარა და დიზელის ექსპორტის აკრძალვა დაანონსა. ამასთან ერთ-ერთ ინტერვიუში კრემლის ლიდერმა უარყო საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება უკრაინის საკითხზე დონალდ ტრამპის პოზიციის შეცვლის შესახებ და აღნიშნა, რომ ალესკაზე შარშან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მოსკოვი მზად არის შეერთებულ შტატებთან დიალოგი უკვე რუსეთში გააგრძელოს. პუტინმა ასევე უარყო კიევის წინადადება ორმხრივი ავიადარტყმების შეწყვეტაზე და მას მოსკოვის მიზნებიდან ყურადღების გადატანის მცდელობა უწოდა. ზელენსკიმ კი თავის მხრივ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია რუსებმა ომი საკუთარ თავზე იგრძნონ და რომ კიევი ყველაფერს გააკეთებს, რათა მოსკოვი მშვიდობას დათანხმდეს. 11 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში ქალაქ ტომბლერთან მცირე ზომის თვითმფრინავის კატასტროფას. ავიალაინერი, რომელიც პარაშუტისტთა სკოლას ეკუთვნოდა ნენსიესის აეროპორტიდან აფრენიდანვე მალე ჩამოვარდა. დაღუპულთა შორის არიან პილოტი, 5 სტუდენტი და 5 ინსტრუქტორი. თვითმფრინავის საცხოვრებელ სახლებს შემთხვევით აცდა. მომხდარ ტრაგედიას თვითმხილველებთან ერთად პარაშუტისტების ოჯახის წევრებიც ადევნებდნენ თვალს. შემთხვევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. დასავლეთ ევროპაში რეკორდული სიცხის ფონზე საფრანგეთში სიკვდილიანობა მკვეთრად გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით ქვეყანაში მოსალოდნელზე 1000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რაც სავარაუდოდ მაღალ ტემპერატურას უკავშირდება. ყველაზე მძიმე მდგომარეობა იმ რეგიონებშია, სადაც საფრთხის წითელი დონეა გამოცხადებული, მათ შორისაა პარიზი და ნორმანდია. გარდაცვლულთა 85% 65 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მთელი ევროპის მასშტაბით გაუსაძლის სიცხეს 1300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სპეციალისტები მოსახლეობას მაქსიმალურად ბევრი წყლის მიღებას ურჩევენ. 1450-მდე გაიზარდა ვენესუელაში 2 ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. როიტერის ინფორმაციით დაშავებულია 3150 ადამიანი, ხოლო 13000-მდე იძულებით გადაადგილდა. დაზიანებულია 800-მდე შენობა. ნანგრევებში სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება. კვირას მაშველებმა მამა, შვილი, ცოცხლები ამოიყვანეს. 7-ზე მეტი მაგნიტუდის სიმძლავრის 2 მიწისძვრამ ვენესუელას ხუთშაბათს გადაუარა. ეპიცენტრი კარაკასთან იყო. 30,000-ზე მეტ ჰექტარ ფართობზე თიანეთში სახელმწიფო ტყის ინვენტარიზაცია დასრულდა. მიღებული მონაცემებით რეგიონისთვის ტყის მართვის 10 წლიანი გეგმა შემუშავდა, რაც სანიტარულ ჭრებსა და აღდგენით სამუშაოებს ითვალისწინებს. მიმდინარე წელს სამუშაოები შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთშიც გაგრძელდება. პროექტი თიანეთში კლიმატის მწვანე ფონდისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. იმისათვის, რომ ეფექტიანად დავგეგმოთ სატყეო სამეურნეო სამუშაოები, აუცილებელია, რომ აღირიცხოს ჩვენი ქვეყნის ტყეები. ამ დროისათვის მიმდინარეობს სამ რეგიონში საველე სამუშაოები, კერძოდ ქვემო ქართლში, შიდა ქართლში და სამცხე-ჯავახეთში. 2026 წელს 238,000 ჰექტარზე ჩვენ ვფიქრობთ მოვახდინოთ ჩვენი ტყეების აღრიცხვა და შევიმუშაოთ ტყის მართვის გეგმები, რათა ეფექტიანად დავგეგმოთ შემდეგში სატყეო სამუშაოები. მედია წიგნიერების სწავლება უკვე საბავშვო ბაღებშიც იწყება. კომუნიკაციების კომისიამ განათლების სამინისტროსთან ერთად ფინურ მოდელზე დაფუძნებული გზამკვლევი ბილიკი მედია წიგნიერებისკენ თარგმნა და გამოსცა. სახელმძღვანელო, რომელიც ქართულ სტანდარტებს მოერგო ბაღის მასწავლებლებს, ტექნოლოგიებისა და პროგრამირების საფუძვლების სწავლებაში დაეხმარება. ახალ გზამკვლევს საქართველოს მასშტაბით საბავშვო ბაღებს ეტაპობრივად გადასცემენ.
დავიწყეთ ინტეგრირება ფორმალურ განათლებაში რამდენიმე წლის წინ და ზოგადი განათლების მიმართულებით სკოლებში უკვე დანერგილია მედია წიგნიერება და სკოლები ირჩევენ და ასწავლიან მედია წიგნიერებას როგორც ცალკე საგანს, ასევე რამდენიმე უნივერსიტეტში, რომ ჩვენ პარტნიორ უნივერსიტეტებში უკვე ისწავლება ციფრული წიგნიერება და მედია წიგნიერება და დღეს არის პირველი ნაბიჯი, როდესაც ჩვენ ასე ვთქვათ შევდივართ სკოლამდელ განათლებაში, შევქმენით ძალიან კარგი სახელმძღვანელო პედაგოგებისთვის უფრო გზამკვლევი, რომელიც მათ დაეხმარებათ, რომ ჩვენს პატარებს განუვითარონ ის უნარები, რასაც ქვია მედია წიგნიერების და კრიტიკული აზროვნების უნარები და მისცენ შესაბამისი ცოდნა. განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს კომუნიკაციების კომისიასთან ერთ მნიშვნელოვან საკითხზე მედია წიგნიერება განათლებაში. სწორედ საბავშვო ბაღებიდან უნდა დავიწყოთ იმ ძირითადი ცოდნა, უნარების შესწავლა, რომელსაც თუნდაც მედია წიგნიერება აყალიბებს ახალგაზრდებში, მოზარდებში და ბავშვებში. თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი ბათუმში ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ კულინარიულ მასტერკლასებს, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებს. ფესტივალში ადგილობრივი მწარმოებლები, ფერმერები და რესტორნები მონაწილეობდნენ. ორგანული აკვაკულტურის ასოციაცია ფორეჯის მიერ ორგანიზებულ პროექტს საჭარის მთავრობასთან ერთად მხარი ბათუმის მერიამ და სხვა უწყებებმა დაუჭირეს. ღონისძიებას საჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ. და კიდევ ერთი ამჯერად მუსიკალური ფესტივალის შესახებ თბილისი პიანოს ფესტივალის აზეიმო დაიხურა. ორბელიანის მოედანზე გალა კონცერტზე მსმენელის წინაშე ღონისძიების დამფუძნებელი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი, მაესტრო კარლო პონტი და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი წარსდგნენ. ღიაცის ქვეშ გამართულ დასკვნით კონცერტს კულტურის მინისტრი და საქართველოს პირველი ლედი დაესწრნენ. პირველი დღიდან ვიყავი მე თვითონ ჩართული დუდანასთან ერთად ამ ფესტივალის დაარსებაშიც და მიხარია რომ დღემდე იზრდება ამ ფესტივალის მასშტაბები. ეს ტრადიცია გრძელდება, რომ ფინალში ყოველთვის დუდანა საფინალო კონცერტზე გამოდის ხოლმე. ვფიქრობ, რომ კარგი ტრადიციაა ისიც, რომ ღიაცის ქვეშ და ადამიანებს ეძლევათ საშუალება, რომ კლასიკურ მუსიკას ეზიარონ. ძალიან ბედნიერი ვარ, მეშვიდედ ჩატარდა თბილისი პიანო ფესტი. ძალიან წარმატებული კონცერტის დასრულდა დღევანდელი საღამო. კარლო პონტი დირიჟორობდა ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს. ძალიან მიხარია, რომ ასე მრავალრიცხოვნად მოდიოდა ქართველი მსმენელი და ვფიქრობ, საინტერესო პროგრამა შევთავაზეთ წელსაც და გაიცეთ კიდევ უფრო მრავალფეროვანს გვპირდებით. ჩემთვის უდიდესი პატივი და სიხარულია სცენის გაზიარება დუდანა მაზმანაშვილთან და ასეთ ფანტასტიკურ ორკესტრთან ერთად. ეს უკვე მეშვიდე გამოშვება. 7 კი ვფიქრობ იღვლიანი ციფრია როგორც იტალიაში, ისე საქართველოში. ჩემი აზრით ეს კიდევ უფრო მეტად გვპირდება, რომ წირსაოცარი კონცერტი გვერის. მნიშვნელოვანი ფესტივალია, რადგან ის არა მხოლოდ უმაღლეს დონის არტისტებს მასპინძლობს, არამედ მუსიკალური განათლების კომპონენტიც აქვს. ეს არის ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერის კომპონენტი. დღის ამბების ნახევარწლად ჩვენს ვებგვერდზე რუსთავი2.G შეგეძლიათ. კურიერი 9-ზე ამით დასრულებულია. მე 10-ზე ისევ დაგებრუნდებით დროებით. დროებით ანუკა ჩვენს დაგემშვიდობებით